მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ დღევანდელ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 242 წლის წინ 1783 წლის 4 აგვისტოს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. მეფე ერეკლე მეორემ ამ ტრაქტატის დადებით გადაარჩინა საქართველო. საბჭოთა კავშირის დასწრამდე ჩვენი ქვეყანა აღნიშნავდა ამ დღეს დიდი ზარზეებით და მიიჩნევდა ისტორიკოსები, მეცნიერები, რომ სწორედ ამ დღემ განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ეკონომიკური აღმასვლა. მაგრამ შემდგომ, როდესაც საქართველოში წავიდა უმართავი პროცესები, ყველამ დაიწყო წარსულის გინება, ერეკლე მეფის გინება, იმ ჩვენი დიდი წინაპრების გინება და იმ სიდიადის გინება, რომელიც იყო საქართველოში. მე მახსოვს, რომ მონუმენტიც იყო თბილისში შემოსასვლელთა მცხეთას რო გამოცდები გეორგიევსკის ტრაქტატის მონუმენტი, ის მონუმენტი აღებული იქნა და საერთოდ ყველა ვინც ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს იყო უდიდესი მოვლენა, რატომღაც შემდგომ შეიცვალა სიტუაცია ამ დღისადმი. არა და საქართველო, რომელიც იყო დაქუცმაცებული, დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფიული, სწორედ აი ამ დღემ განაპირობა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გაძლიერება, რომ არა რუსეთთან ურთიერთობა, რომ არა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადება საქართველო ალბათ არ შეარსებებდა. ამიტომ აგინებენ, ლანძღავენ, ებძვიან ერეკლე მეფეს, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა. ჩვენში მოდურად იქცა ის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვაკავშირებს რუსეთთან, ეს ყველაფერი უნდა გავანადგუროთ, გავაცამტვეროთ. იმ დღეს მე უსმენდი ბატონ ვალერი კვარაცხელიას და აბსოლუტურად ვეთანხმები, საუბრობდა, რომ აი ყველა, როდესაც საუბრობენ, რომ ყველაფერი უბედურება მოდის სახელმწიფო გადატრიალებიდან, კი, მან თქვა, რომ მოდის რაღაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ბევრი უბედურება, მაგრამ ყველაზე მეტი უბედურება და ყველაზე დიდი საშინელება, რაც ჩვენ ქვეყანას თავს დაატყდა, ეს არის რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებით გამოწვეული აი ეს უბედურება და რამდენი ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა, იმდენჯერ ჩვენმა ქვეყანამ წვავეთ იწვნია საშინელებათა მთელი კასკადი და სწორედ აი ამ მოვლენებისადმი არასწორი დამოკიდებულებითაც ჩვენ მივიღეთ აი ეს მძიმე სურათი. დიახ, რუსეთთან რამდენჯერაც ჩვენ ურთიერთობა გაგვიმწვავდა, იმდენჯერ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დიდი ზიანი. და როდესაც ჩვენ რუსებს დაუკავშირეთ ჩვენი ბედი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. და ეს დღე 4 აგვისტო არის სიმბოლური, რომ სწორედ ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და მე პირადად ამაზე არაერთხელ მithქვია, ბევრმა ეხა დაიწყო საუბარი, რომ ჩვენ გჭირდება ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომ საქართველო გაძლიერდეს, გაერთიანდეს, განვითარდეს და ჩვენ ვართ სამწუხაროდ ერთადერთი ტელევიზია საქართველოში, ვინც დღეს საქართველოს ტელესივრცეში აი ამაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენი დიდი წინაპრები მიწაში ტრიალებენ ალბათ, ვინც კი აი ამ ყველაფრის ამ პროცესის მონაწილე იყო, საუბარი მაქვს გეორგიევსკის ტრაქტატზე. ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენი შრომა, რამდენი ბრძოლა დაჭირდა ამ დღეს რომ დამდგარიყო. მე პირადად გახდით გეორგიევსკში, სიმართლე რომ გითხრათ, რა 1-2 წლის წინ და პირადად მოვინახულე ის ადგილი, სადაც დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. ეს არის გეორგიევსკის ციხესიმაგრე, ეს არის ცენტრი აი ამ რაც იყო განლაგებული გეორგიევსკის ციხესიმაგრის, აქ იყო განლაგებული ზარბაზნები და აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ციხესიმაგრე, რომელშიც მოხდა ხელშეკრულების გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება, უზრუნველყოფილი იყო მაშინდელი რუსეთის იმპერიის ჯარებით. აქ იყო
ყველანაირი შეერაღება განთავსებული, ზარბაზნები და სხვა საშუალებებით იყო უზრუნველყოფილი გეორგიევსკის ციხესიმაგრის დაცვა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ ეს გარკვეულწილად ნაგებობა და გარკვეულწილად იმ პერიოდის ნარჩენები, რომელიც შემოგშა ისტორიიდან. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, მეგობრებო, აი ზუსტად იმ ადგილას, სადაც გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი და ეხლა ამ წუთას ეს შენობა, ეს ადგილი არის კერძო საკუთრებაში, მაგრამ პიროვნებას არ შეუძლია შეუცვალოს იერი 1793 წელს 24 ივლისს აი აქ არის სტენდი, რომელიც აი ამაზე მოგვითხრობს в этом доме 24 июля 1983 года был подписан договор о добровольном вхождении под покровительство России Восточной Грузии. ანუ ეს მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ 1793 წლის 24 ივლისს აქ გაფორმდა ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს შევიდა რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ. შენობა ეხლა თქვენს ხედავთ, რომ არის საკმაოდ მოგზალებული და სხვათა შორის ისტორიულ წყაროებში საუბარია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება, როდესაც გაფორმდა, მოგზალებულ შენობაში იყო განხორციელდა ეს ხელშეკრულების გაფორმება. ეხლა აქ არის სარეკლამო სააგენტო, აგერ კითხულობთ კიდევაც в городе рекламное агентство და ისინი ახორციელებენ აქ გარკვეულწილად შიგნით აი ამ საქმიანობას, მაგრამ აი ამას ამ იერს ისინი ვერ შეცვლიან. ეს შემორჩა ისტორიას. ეხლა ჩვენ შეგვეძლო შიგნით შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინაიდან ეს არის კერძო საკუთრება, სარეკლამო სააგენტოა. ეხლა შაბათი დღე არის, შაბათ დღეს ვარ ჩამოსულები და თორე ისედაც შევიდოდით შიგნით და დაკეტილი არის ოფისი. აი ეს არის ისტორიული შენობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენმა წინაპრებმა აი აქ გადაწყდა ქართლის ბედი, საქართველოს ბედი, აი ამ შენობაში, როდესაც საქართველო თავისი ბედი დაუკავშირა რუსეთს. და მე ვფიქრობ, რომ დადგა უკვე ის დრო, რომ საქართველოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი უნდა გააფორმოს რუსეთთან. ეს ეხლა გეორგიევსკი მოხდება თბილისში, სტავროპოლში თუ მოსკოვში, ამას უკვე გვიჩვენებს დრო, მაგრამ ამის საჭიროება, რომ ნამდვილად არსებობს, ეს უდაოდ ფაქტია. ასევე მე საშუალება მქონდა მომენახულებინა ქართველ მეფეთა საძვალე, სადაც არიან ისინი დასაფლავებული, მაშინ რაღაც შავი ჭირი მოედო იქაურობას რუსეთში და ეს ამ შავმა ჭირმა იმსხვერპლა ჩვენი სამეფო ოჯახის წევრები და მე მათი საფლავებიც ყვავილებით შევამკე. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ადგილას. ეხლა ამ წუთას ეს ადგილი არის ის ადგილი, სადაც სტადიონი ფუნქციონირებს. ეს არის გეორგიევსკის საფეხბურთო არენა ეხლა ამ წუთას, მაგრამ ადრე აქ იქნა დაკრძალული ირაკლი, ჩვენი ერეკლე მეფის ოჯახის წევრები, მისი შვილი ეკატერინე და მისი შვილიშვილი ეკატერინე, რომლებიც დაკრძალული იქნენ აქ, იმიტომ რომ როდესაც მათ გავლით გაიარეს გეორგიევსკი, მაშინ იყო აქ მოდებული დაავადება შავი ჭირი და ეს მოედო, ეს დაავადება მოედო მთელს მაშინ აი ამ ხარეს და მოედო ჩვენს სამეფო ოჯახის წევრებს, რომლებიც გარდაიცვალნენ აქ და აი აქ იქნენ დამარხული. ეხლა სიმბოლურად არის ეს დადგმული მონუმენტი, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე იყო ის ადგილი, სადაც დაკრძალული იქნენ, მაგრამ ზუსტად არავინ არ იცის. ეხლა ალბათ იკითხავთ თქვენ, რომ რატო არ მოხდა ამოყვანა ამ საფლავების და საქართველოში გადასაფლავება, იმიტომ რომ შავი ჭირი დაკრძალული ადამიანების ამოყვანა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ შესაძლოა დაინფიცირებულიყო და რაღაცა მოსხდათ იმ ადამიანებს, ვინც საფლავებს შეეხებოდა. ამიტომ ეს საფლავები დარჩა აქ. ამ ადგილას არის თუ ამ ადგილას სხვაგან არის, არავინ არ იცის. ჩვენ მინდა ახლა ჩვენს აი ამ სამეფო ოჯახის წევრებს პატივი მივაგოთ და ყვავილები დაუდოთ მათ საფლავებს.
да. На том месте, где мы сейчас стоим, находилось кладбище коллежских асессоров, титулярных советников. И так случилось, что проезжая через наш город, где свирепствовала в это время чума, в городе заболели, к сожалению, умерли представители царствующего дома. И здесь у нас захоронены, соответственно, Екатерина Ираклиевна, дочка Ираклия II, и его правнучка Екатерина Лауирабовна Чевчевадзе. Они были захоронены в церкви, которая здесь стояла и называлась Покрова Пресвятой Богородицы. Но когда в советское уже время поднимать эти погребения нельзя было, потому что это чума. И вот, к сожалению, мы не имеем могилы. Но, тем не менее, мы считаем, что эти имена не должны быть забыты в истории города. И поэтому вот эта мемориальная доска, памятная, на которой как раз и высечены. Прям под полом церкви были захоронены. Да, и церковь разрушили потом? И церковь тоже. А потому что чума она была очень, да, во-первых, а во-вторых, она была очень маленькая. გეორგიევსკი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და ამ დღესთან დაკავშირებით აგრეთვე ჩვენ და რუსი ხალხის მეგობრობას დაუდგეს ძეგლი, გეორგიევსკის ტრაქტატს დაუდგეს ძეგლი და ამის თაობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი გეორგიევსკი ყოფნისასაც ეს ყველაფერი მოვინახულეთ და მინდა რომ ეხლა შემოგთავაზოთ ეს ყველაფერი. მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ჩვენ გეორგიევსკში. ეს არის გორის ქუჩაზე არის განთავსებული ეს მემორიალური სტელა. ეს მემორიალური სტელა აღიმართა 1993 წელს 200 წლის თავზე გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან. შესანიშნავი სტელაა, ცოტათი ხელისშევლება ჭირდება შეილახა ამ ბოლო პერიოდში. აქ არის წარწერა, თქვენც ხედავთ. აქ გეორგიევსკი ქართველი მეფის ერეკლე მეორის და სრულიად რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის ელჩებმა 1793 წელს ხელი მოაწერეს სამეგობრო ტრაქტატს. და აქ არის შოთა რუსთაველის ფრაზა, ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია, ვინ მოყვარეს არეძებს, იგი თავისა მტერია. და ეს წარწერები არის გაკეთებული რუსულად, ქართულად, საღამოს განათებულია ეს ყველაფერი და ეს არის ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის სიმბოლო. და მე ვფიქრობ, რომ თითეული ქართველი, რომელიც აქ მოვა, უნდა ნახოს ეს სტელა და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს უკვე აი ამხელა მეგობრობის ისტორია, ამხელა ურთიერთობების ისტორია და ამაღელვებელია ჩემთვის პირადად, როდესაც ვიმყოფები ამ ადგილას, ვინაიდან სწორედ აი აქ ჩაეყარა საფუძველი ამ შესანიშნავ ქალაქში, ამ პატარა ქალაქში საქართველოს გადარჩენის ისტორიას, მეგობრებო. სწორედ ქართველი ერი დღეს თუ არსებობს, თუ ჩვენი გენოფონდი საერთოდ არსებობს, არის სწორედ აი ამ ტრაქტატის დამსახურება. და აი ამ ადგილას გადაწყდა საქართველოს ბედი. გეორგიევსკში გადაწყდა საქართველოს ბედი. და ვფიქრობ, რომ ეს უნდა დაფასებული იქნას, ეს უნდა სწორად იქნას გაანალიზებული და აი ამ ადგილას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაზეც უკვე მოგითხრობთ. ეს სხვათა შორის გორი და გეორგიევსკი არის დაძმობილებული და ეს ქუჩაც და ეს ხეივანიც არის გორის სახელობის სიმბოლური ალბათ ესეც ყველაფერი, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ტელეკომპანია სეზონი სწორედ გორიდან მაუწყებლობს იოსებ სტალინის სამშობლოდან და აი აქ არის მონუმენტი, აქ იყო ადრე იყო საბჭოთა პერიოდში მაღაზია ივერია, რომელიც შემდგომ დაიხურა, ეს იყო საბჭოთა ეპოქაში შემოდიოდა ქართული პროდუქცია, იმიტომ რომ ეს ქალაქები, რაიონული ცენტრები, უბრალოდ ეხა გორი და გეორგიევსკი დაძმობილდნენ. გორის ქუჩის აქ არის წარწერაც ამას გაჩვენებთ, რომ ეს ადგილი არის სწორედ და ეს ქუჩა არის გორის სახელობის და აქ ეს მეგობრობის და ჩვენი ძმობის აღსანიშნავად სტელასთან ერთად აქ იყიდებოდა ქართული პროდუქცია. განახებთ
აი ამ შენობას და ასევე აქ იყო ეკლესია აღმართული. ეს ეკლესია 1934 წელს კომუნისტურმა ეპოქაში იქნა აფეთქებული. აი ახლა ამის აღსანიშნავად აქაც არის აი ეს პატარა რაღაცა ნიშა იმისა რომ 1934 წელს კარგად მოგეხსენებათ მაშინდელმა საბჭოთა ეპოქამ დაიწყო ბრძოლა სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიების წინააღმდეგ. მარტო აქ კი არა და საქართველოშიც უამრავი ეკლესია დაინგრა. აი ეს 1934 წელს იქნა აფეთქებული და შემდგომ უნდათ რა თქმა უნდა ამის ისე რომ აქ აღდგენილიყო ყველაფერი და ეს ეკლესიაც აღმართულიყო, მაგრამ ეხა ვინაიდან აქ სტელა იყო უკვე და მონუმენტი იყო ფიზიკურად აი აქ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. ხოლო აი ეს მაღაზია ივერია აი ამ შენობაში იყო განთავსებული. აი აქ აი ამ ნაცრისფერ შენობაში იყო განთავსებული. ეს მაშინ ყველაფერი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, კერძო არაფერი არ იყო და სახელმწიფო შექმნა ეს მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდებოდა. აი მეგობრობის აღსანიშნავად ივერია ერქვა ამ მაღაზიას. დიახ, მეგობრებო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და მე ვთქვი კიდევაც რომ მარტო ჩვენი ტელევიზია თუ აღნიშნავს ამ ყველაფერს და საბედნიეროდ არის ხალხი რომელიც ამ ყველაფერს ხედავს და ჩვენი ტელევიზიის როლზე საუბრობს და დიდი მადლობა პარტია სოლიდარობის ხელმძღვანელებს ბატონ მიხეილ ჟღენს და თემურ ფიფიას რომ ისინი ამ ყველაფერს ხედავენ და სხვათა შორის ისინი დღეს იყვნენ თელავში და ყვავილებით შეამკეს მეფე ერეკლეს ძეგლი თელავში. ერთადერთი ტელევიზია ხო ჩვენ საკაბელოს გავდივართ, იმაზე ინტერნეტში გავდივართ. აი ნიკოლოზ ჟავანძის ტელევიზია საუბრობს ამაზე. მიყავს სტუმრები. ერთადერთი ტელევიზია, ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ალტერნატიულ ხედვას კონკრეტულად გამოკვეთილად ავლენს და გამოაჩენს, ეს არის სეზონი და ნიკოლოზ ჟავანძის. დიახ, მეგობრებო, აი ეს დღე, რომელიცაც ჩვენ საუბრობთ, გეორგიევსკის ტრაქტატის აღნიშნული დღე არის მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდი იცით რა არის, აი ჩვენ რო ლაპარაკობთ რომ ყველა უბედურება მოდის სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით. დიახ, ეს ყველაფერი მოდის რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმ ხალხმა, ვინც სწორედ ამ რუსეთ-ქართულ ურთიერთობებში პირიქით უფრო დიდი როლი უნდა ეთამაშა. შეიძლება რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ორგანიზაცია იყო ნატო, რომელიც იყო იმ ყველაფერის მომსწრე, რომ სწორედ ამ ნატომ და აი ამ დასავლეთმა მოახდინეს, მოღონდ მათი დახმარებით, რა თქმა უნდა, გორბაჩოვ-შევარდნაძის დახმარებით საბჭოთა კავშირის დაშლა. აი ხა მე წარმოგიდგენთ ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლას ნატოსთან დაკავშირებით, ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინაში. გამოდის და აი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს არის 2003 წელებში გამოსვლა მისი და საუბრობს, რომ 3 წელი მინიმუმ დაგვჭირდება საქართველოს ჩვენო, რომ ნატოში შევიდოთ და როგორი აღმაფრენით საუბრობს, რომ ნატო არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. ძალიან მნიშვნელოვანია ნათელი წარმოუდგენა უქონდეს რა არის ის სტანდარტები რომელსაც უნდა უპასუხოს საქართველოს მათ შორის გზებით შედის სხვა შორის და არა მარტო გზები და თუნდაც ინფორმატიკის გავრცელება და ინფორმატიკური ტექნოლოგიების გავრცელება და სხვა მრავალი რა არის ის სტანდარტი რაც აუცილებელია იმისათვის რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი. მე როცა პრაღაში ესწრებოდი ამ სამიტს, სადაც ხდებოდა ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების საკითხი, მე როცა შევხვდი გენერალურ დივანს, მე არ მithოვია მისთვის, რომ საქართველოს საკითხი განიხილოს უნდა. იმიტომ ჩვენ არ ვართ მზად ამისთვის. მაგრამ მან მე ჩამაბარა მთელი ჩამონათვალი. რა სტანდარტებს უნდა პასუხობდეს ქვეყანა, რომ ის ნატოს წევრი გახდეს. მე რო დავბრუნდი, როცა ამ ჩამონათვალს გავეცანი, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია და არც ისე იოლად გადასაწყვეტი, თქვი რომ ალბათ როგორც მინიმუმი 3 წელი მაინც იქნება საჭირო ნატოში გაწევრიანებისათვის. ნატო რა არის ჩვენთვის? ნატო არის ჩვენი მშვიდობის გარანტია. რაც უფრო მოგვიახლოვდება ნატო, რაც უფრო მოგვიახლოვდება ნატო და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს,
მით უფრო მეტი გარანტიები იქნება ჩვენი ამ ხაზეთში დაბრუნებისა. გაცილებით მეტი გარანტიები იქნება. და რაც უფრო მე მაგალითად ძალიან მიხარია და ბევრი ცხოვე, რომ როგორმე რუმინეთს და ბულგარეთს დაუჭირეთ ხარი. შავ ზღვაში უნდა შემოვიდნენ ისინი. თურქეთი შემოსულია შავ ზღვაში. ჩვენ შავი ზღვის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. აი აქედან დაიწყო საქართველოს უბედურება. როდესაც სააკაშვილი ჩემებდა რომ აი მე ნატოსკენ ქვეყანას გზა გაუხსენი, ყველაფერი სინამდვილეში სხვაგვარად მოხდა. შევარდნაძემ დაიწყო საქართველოს უბედურება, შევარდნაძემ დაიწყო საქართველოს დანგრევა, დიდ პოლიტიკოსად რომ მიაჩნია ზოგიერთებს, სწორედ აი მან დაიწყო სვლა ნატოსკენ და ამიტომაც იყო რომ შემდგომში საქართველოს არაფერი კარგი არ ღირსებია. თუ შენ მიდიხარ რუსეთის საწინააღმდეგო, რუსეთის დამანგრეվել ბლოკთან, რა თქმა უნდა ის ქვეყანა რუსეთი შენ არც აფხაზეთს, არც სამაჩაბლოს არ დაგიბრუნებს. და ედუარდ შევარდნაძეს, ვინც კი დიდ პოლიტიკოსად მიიჩნევს, აი მოისმინოს ეს განცხადებები. თუ 2003 წლის მერე 10 ჯერ 3 წელი გავიდა. რა ვიცი მე ჩვენ ნატოში არავინ არ მიგვიყო, კარები მიგვიკეტეს. სხვათაშორის ის ხუმრობდა კიდევაც ბოლო-ბოლო რო გვეუნებითო ეს კარი ღიარიო, ან დაკეტეთო, ან გააღეთო, თორე ორ პირში გავწივდითო და ბატონო ედუარდ, თქვენ დიდი ხანია მარილზე ხართ გასული და ჩვენ მართლა გავწივდით, უკვე მართლა გავწივდით და ქვეყანაც გაცივდა. და სამწუხაროა ის, რომ ბევრს შევარდნაძის ლეკვებს კიდევ აი ეს ნატო და ევროკავშირი აქვთ ჩარჩენილი და კვლავაც ქვეყანას იქითკენ მიაქანებენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ შეცვალა კურსი, როგორც მე ვატყობ და ჩვენი ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის. და ამის დასტურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან. დიდი ჟაბაასი გამოიწვია შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უკრაინამ უნდა მოახდინოს ერთსქესიანი ქორწინების დარეგულირება. და ეს ოფიციალურად იყო ნათქვამი. დღეს ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ შეუძლიათ. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBT საზოგადოების უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ამის შესრულებას გულმოდგინედ დააკვირდება. აი თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ აი ამას ითხოვს ქვეყანა შვედეთი, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, რომ ესე იგი უკრაინა შევიდეს იქ სოდომისტური პოლიტიკით. და მერე ბევრი გამოხდება აქ საქართველოში და დაიწყებს, მე მახსოვს, სიუჟეტებიც კი გავიდა იმის თაობაზე, რომ რაღაცა თითქოს ჩვენ არ მიგვაქადებენ აქითკენ და არავინ არ ითხოვს ამას ჩვენგან, რომ რაღაცა ერთსქესიანი ქორწინება დააკანონ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლება ამას ადეკვატურად პასუხობს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყვანონ ჩვენ მომავალში. მთავრობის მეთაური შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებს, რომელმაც უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დარეგულირება მოითხოვა. ირაკლი კობახიძე ეროვნული ინტერესების დასაცავად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე. ყველაფერი აისახება პირდაპირ სტატისტიკაზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადამიანების პიროვნულ იდენტობას და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. არაფორმალური კრიტერიუმების დაწესებით საკუთარი ინტერესების თავსმოხვევის მორიგი მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ უსამართლო მიდგომებზე საუბრობს და შვედეთის ხელისუფლებას მკაფიო განმარტებისკენ მოუწოდებს. ხედავთ ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციას, ყველა სახელმწიფო რაღაც საკუთარ დღის წესრიგებს იღებს და თავის გემოვნებაზე არგებს ევროპულ ინტეგრაციას. თავარი ამავე დროს არის პროცედურული თვითნებობა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ესათვის ქვეყანა იგონებს რაღაც დამატებით საკითხებს, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს, არის თუ არა ეს შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი. შვედეთის პრემიერის განცხადების მიუხედავად ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა გამოგონილია. პროპაგანდა იტყუება. არავინ არ გთხოვთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
ოპოზიციის ნარატივი უცხო არ არის მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების წარმომადგენლები ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ოპოზიცია ხშირად swabs ხოლმე ესეთ რიტორიკულ კითხვას და გთხოვს ვინმე ევროკავშირიდან ერთსქესიანთა ქორწინების საკანონებას რატომ მიიღეთ კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ. თურმე საბოლოო კარიბჭე ევროკავშირში შესასვლელად შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ყოფილა ერთსქესიან ქორწინების ასე თქვა დაკანონება. 2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ გახსოვთ ეგრეთ წოდებული ჩვენი ოპოზიციის სინამდვილეში ულტრარადიკალური ოპოზიციის ნარატივები ისინი ამბობდნენ რომ ეს გამოგონული თემებია ყალბი აღმოჩნდა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც უკრაინელ LGBTQ თემის წარმომადგენლებს და ვეტერანებს რეზიდენციაში უმასპინძლა. მაგრამ ეს ჟურნალისტები, ნაცხროვის წარმომადგენლები გაქილიკებდნენ იმ დღეს ფუნიკულიორთან მისულ ჩვენი ხელისუფლებისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, ესეთი კითხვები ისმოდა. თქვენ იძახით, რომ ქალი-ქალია, კაცი-კაცია და დაცვა ჭირდება ამ ყველაფერს. არ მართმევენ კაცობას, თქვენ არ გართმევენ ქალობას და მე მაინტერესებს ახლა აი ეს ვაჟბატონი, რომელიც მართლაც აი დასცინოდა იქ თვითონ თავისი ჭკუით პოლიტიკოსებს. ის მართლა ვერ გარკვეულა საერთოდ თვითონ ვინ არის, კაცი თუ ქალი. და ზოგიერთი კიდე მართლა ისე შფოთავს ამ ქალებთან დაკავშირებით. აი განსაკუთრებით რუსი ქალბატონების ყოფნა აღიზიანებს ბევრს და სიჟიშვლე, რა ვიცი, ტელეარხებს რო გადართავ ქართველი ქალები ისე არიან ჩაცმულები, გეგონება ქობულეთის თუ ბათუმის პლაჟზე არიან და ითხოვენ რუსი ქალებიო, ნუ არიან აზე ზედმეტად ჩაცმულებიო. ყველას მეგობრებო, ჩემთვის მიუღებელია ბათუმში მიმყოფები და ყველა ნახეთ ქუჩებში რუსები დადიან გახდილები რუსი სამარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩემთვის და აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს. კეთილი ნებონდა ნება იბოძონ რუსებმა და იყვნენ ჩაცმულები. შესაბამისად, აი ეს მხარე უნდა კონტროლდებოდეს აუცილებლად და ვიმედოვნებ, რომ დროულად მოწესრიგდება ეს ყველაფერი და ჩადგება თავის სათავეში. სამწუხაროდ აი ესეთებს შემოლაწუნება თუ უშველის მართლა, იმიტომ რომ სხვა ამათ ნამდვილად ამათვის წამალი არ არსებობს. ერთი ორი შემოულაწუნე ამ ჩემპიქსა. არ გაულაწუნო, ხელში მოგიბრუნებს. შენ მამარჯვენამ გაიხარო, სოხროხინე, მომირჩინა ბიჭი ხალხო. ზოგიერთებს რუსი ქალების სიშვილი აშფოთებს და ვერ ხედავს, რომ მაგალითად აი ერთ-ერთი აქტივისტი ნაცხროვის, რომელიც გამოდიოდა და ყვიროდა ეს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, იმ დღეს ესე იგი გამოვიდა ბათუმის სასამართლოსთან, აი დედი შობილა ლიფების გარეშე ლამის ესე იგი მკერდი უჩანდა, კი რაღაცა ეს ცხელი ისეცვა რაღაცა მაიკა, მაგრამ რა ვიცი ახლა ამას ვერ ხედავს სამწუხაროდ ზოგიერთები და რუსი ქალების მიმართ იჩენს რაღაცა ზედმეტ სიმკაცრეს. დღეს ჩამოვედი ბათუმში სიამაღლობელის დასკვნის პროცესზე და მთელი დღეა თავში მიგრალებს ერთი ფრაზა ბათუმში წინა ჩამოსვლებიდან მახსოვს ასეთი ბანერი ქონდათ აქაურ აქტივისტებს, რომელზეც ეწერა ტყვე მზია, ტყვე საქართველო და აი ეს განცდა არის მზია ამაღლობელის ციხეში ყოფნა ჩემთვის, რომ თუ რაიმე სახის პასუხისმგებლობა გვაქვს როგორც საზოგადოებას, ყველანი უნდა აღვიქვამდეთ ძალიან მზაფრად, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვართ ქვეყანა, სანამ ისეთი ადამიანები, როგორიც მზია ამაღლობელია, არიან დატყვევებულები სრულიად უსაფუძვლოდ. მაგრამ ზოგჯერ რომ მართლაც ქალი-ქალია და კაცი-კაცი არის ეს სადაო თემა, მართლაც იჩენს ამის ყველაფერის არსებობა.
ამას თქვენს კარგად ხედავთ, მეგობრები. Вот времена пошли. Идет и не поймешь, и сколько, 18 или же 40. Это Валера. ზოგიერთი ქალი კი ისე იქცევა. აი ახლა ერთ-ერთი ჟურნალისტი არის, რომელიც თავარი არხის წამყვანი გახდა და აი ნახეთ როგორი ლექსიკით გამოირჩევა ის. არიან არსებები, რომლებზეც საუბარი ცოტა ზედმეტია. ეს არის მიშა დედრიონი, რომელიც სამწუხაროდ გასულია მომსახურების ზონიდან. ქალებზე რა ხარ მიდგა საუბარი, ეხლა ერთი ამბავია ატეხილი, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილთან დაკავშირებით, როგორ გაუბედეს ამ ხალხს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ ეს ქალი როგორ გაბედეს ამ ქალის გადაყვანა. ეხლა მე განახებთ კადრებს და თქვენ თვითონ მიხვდებით, ეხლა არ აქვს თუ არა ჩასატარებელი ამ ხალხს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გაიყვანე, კაცო, ნახეთ, აი რა ძალაა. ხალბატონო, წესიერად მიმართო. ეხლა აი ამას ასეთ რაღაცებს რო იკადრებს ქალი ის საჭკუაზე და არ იმსახურებს იმას რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს. და ვის ადარებთ თქვენ ნაზი შამანაურს ადარებთ ამ ქალბატონს რომელიც იკბინება უვარდება პოლიციას ცემს სრულიად უმიზეზოთ და აი ამ ქალსა იქნება ეს ქალი თამარ მეფესაც შეადაროთ მაია წყდეთს შეადაროთ იქნება წმინდანებსაც შეადაროთ ეს ქალბატონი არ ვიცი აი საჭკუაზე ნამდვილად ეს ხალხი აღარ არის ამ ქვეყანაში პირველ რიგში იყენებს თუ არა დღეს ხელისუფლება და მართლმსაჯულება სადამშელო ოპერაციად სწორედ ფსიქიატრიას. რა შთაბეჭდილება გრჩებათ ბოლო დღეებიდან გამომდინარე? ახლა როგორც მე გავიგე, სრულიად სხვა დიაგნოზზე ნინოს MRT-ს მაგივრად უნდა გაუკეთონ ექსპერტიზა, ის რა ქვია, ლაბილური ფსიქიკის და მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად საბჭოური რაღაცა რემინისცენცია არის და დაუშვებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ჩვენ არც ვიცით მათი სახელები და გვარები, ვინც ასე იყო დასჯილი 70-იანებში, 80-იანებში, ანუ გვიანი იმის საბჭოთა კავშირის დროს და სტალინის დროსაც ესეთი სადამსჯელო ფსიქიატრია იყო. კაი, ნუ ახლა შეიძლება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიცით ფილმები ცნობილი, მაგრამ დაუშვებელია 21 საუკუნეა. რა ვიცი, დემოკრატიისკენ მივდივარ და ნუ არ შეიძლება დაუშვებელია, იმიტომ რომ ყველას გვეხება. ძალიან დიდი მადლობა. ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, ეს ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია და ბუნებრივია, რომ დღეს აქციაზე დგანან მისი კოლეგები. ქალბატონო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ როგორც ნინოს კოლეგას ამ შემთხვევაში ასე მინდა რომ გკითხოთ, ხართ კონკრეტული გზავნილით მოსული, სოლიდარობას უცხადებთ ნინოს, რა გაქვთ დღეს სათქმელი? დღეს პირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით, რომ თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და მერე ვიტყვი იმას, რომ სისტემას რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ეშინია ქალების იმდენად რამდენადაც ეს სისტემა დგას ბოროტებაზე და ქალთა ჩაგვრა და ის რომ ქალმა ხმა არ ამოიღოს, არ იბრძოლოს, არ კონდეს საზოგადოებაში ადგილი თავისთავად ცხადია, რომ მათთვის ეს ყველაფერი ძალიან ისეთი გზავნილია, რომ ეს ქალები როგორღაც გაგუტეხონ, წაგვართვან ხმის უფლება. თავისთავად ცხადია ის, რომ ნინო არის მასწავლებელი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის სამოქალაქოს მასწავლებელი და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ზუსტად უნდა იყოს, ასეთი უნდა იდგეს ნორმალური ღირებულებების სადარაჯოზე და უნდა იდგეს ეროვნული
ღირებულებების სადარაჯოზე და ნინო არის ასეთი მე ძალიან უწუხარ რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი ამ რეჟიმმა აქცია თავის მონად და ჩვენ თუ შევადარებთ ერთმანეთს იმ მაგიდის ქვეშ შემძრვალ ღირსება აყრილ პედაგოგებს და მასწავლებელს რომელიც ამ წუთას აი ამ თავისი ღირსეული ბრძოლის გამო არის პრაქტიკულად ტყვე ძალიან ნათელი გახდება საით არის სიმართლე და სად უნდა ვიდგეთ ჩვენ ყველანი მისი პედაგოგებიც და მე ვფიქრობ მთელი ქართული საზოგადოებაც და ასევე ვფიქრობ რომ აი ამ ერთეული გმირების სინათლე იმ დიდ სიბნელეს გადაწონის იმიტომ რომ პრინციპში არც ისე ცოტანი არ ვართ გუშინ მე პლაკატებით დავდიოდი მეტროში ჩემი კონკრეტული გზავნილებით და იქ კიდევ უფრო ცხადი გახდა რომ ძალიან ბევრი ადამიანია საღადმოაზროვნე ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს სად არის ქვეყანა და სად ვართ ჩვენ და რაღაცა აუცილებლად მოხდება რაც დიდ ტალღებს გამოიწვევს და აუცილებლად გავიმარჯვებთ ნინოსაც დავიხსნით და არაფრით არ დავაბრუნებთ იმ დროს და სხვათა შორის მე ვარ მომსწრეთ 11 წლის ვიყავი როცა ნაზი შამანაური დააპატიმრეს ბაჟაობაზე ჩარგალში მე ეს ამბები ძალიან კარგად მახსოვს და სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ნინო არ გაიმეორებს ნაზის ტრაგიკულ ისტორიას იმიტომ რომ დღეს სხვა ამბავია სხვა კონტექსტია და მე მინდა მას მიმართო რომ ჩვენ ქართული საზოგადოება არაფრით არ მივცემთ უფლებას სისტემას რომ ის ტრაგიკული ისტორია განმეორდეს დიდი მადლობა სამოქალაქო აქტივისტებსაც გავესაუბრები, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორები არიან. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. დღევანდელი აქციის გეგმაზე მინდა რომ მკითხოთ. აი დღეს შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე ნინოს სოლიდარობისთვის რას ვაპირებთ? შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენა? გადავდივართ ახლა და დავდგებით წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო წრეზე. ყველას აქვს ბანერები, ნინოს ფოტოები ამობეჭდილი, ყველას ბანერზე აწერია ის რისი თქმაც უნდა. ეს აქცია არის ნინოს მხარდასაჭერი და იმის გასაპროტესტებელი, რასაც ნინოს უპირებენ კერძოდ აი ამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას და ზოგადად გაპროტესტება იმის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და მხარდაჭერა ნინოსი და ყველა პოლიტიკური პარტიის. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ნინო დათაშვილის წერილი გავრცელდა ციხიდან, რომ თუ კი შეჩერდება პროტესტი, რომელიც არის უწყვეტი ბოლო 250 დღის განმავლობაში, ყველა აქტიური ადამიანი აღმოჩნდება საბოლოოდ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ან ციხეში. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ამონარიდი ნინო დათაშვილის წერილით. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის. ყველას გიყურებთ და ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში, ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგჭყლეთს, ვერც ინდივიდებს და ვერც ქართველ ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ეს ადამიანები, რომ საბჭოაზე არ არიან, აი ეს პროცესები, რომელიც მიდის ბათუმში, ამას მიგვანიშნებს. ახლა ეს გაში შულება ერთი იქით იყოს და იმ დღეს გაწვდნენ, ესე იგი, ამ პაპანაკებას სიცხეში ასვალზე, ახალგაზრდა კაცები, ნამდვილად აი ამ ყველაფრის ყურება არის საშინელება. ხმალხას პირდაპირ ეთერში ვარ. საკმაოდ საინტერესო პერფორმანსი გაქვს და რატო ისი თქმა გინდა ამ ყოველ. საინტერესო იქნება და ჩემი შოუ რო ვაჩვენო ხალხს და რასაც ვაკეთებდი ის გავაგრძელო. ეს არის სიგიჟე, ვიცი, და შეიძლება საგიჟეში გავაკეთო. იმ წელს სანამ გვიან არ არის. უსაბათლო მოსაბათლე აბელის ბედი გელოდება შვილი ამაფრით იქი ვერ არის კარგად ეს საშინელება ასევე აი ხა ჟურნალისტი ქალია ნატო გოგელია TV პირველის მე არ ვიცი მე ვითხოვ რომ TV პირველის ჟურნალისტ ქალებს ჩაუტარდეთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ეხა ეს ქალი მივიდა ესე იგი პოლიციელებთან და რატო სვამთ ყავას იმ დღეს მივიდა რატო გძინავთ იქ პოლიციის მოსასვენებელში იმ დღეს მივიდა კიდე და ალბათ მე არ გამიკვირდება ეხლა მივიდეს ვინმე კაცთან და თქვას და რატო წევხარ ქალთანო რა კითხვებია რა ლოგიკა რა მიდგომებია რა მოტივია ამ ქმედებებში აი გაუგო სასწაულია და ერთი აი ამ დათაშვილის გავსათ ამ გოგელიასაც რო ჩაუტარდეთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა კარგი იქნება იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ აქნებს ეს ქალბატონი თავს ხო
ხართ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომლის გამოც მზია ციხეშია ამდენი ხანია. სასამართლოზე რომ მიეცით ჩვენ. ჩვენს გამოც ციხეში არ არის. თქვენი სრულჩვენების გამოა. ის არის თავის ქმედების გამო. სრულჩვენება მიეცით თქვენ მის წინააღმდეგ. ახლა აქ რასაკეთებ და რატომ ავალებ თქვენ თანამშრომლებს რომ სამოქალაქო ფორმაში ხეების უკან იმალებოდნენ? ის ხედავ სამოქალაქო ფორმაში მე თვითონაც მაცვია ფორმა მიყურებ. თქვენ ხართ ის ადამიანი გოჩავანაძე რომელმაც სრულჩვენება მისცა მზია ამაღლობის წინააღმდეგ. რატო აფასებ ჟურნალისტები რა ჩვენ? რაც მოვისმინეთ ფაქტი. სასამართლო არის. თქვენ ამბობდით რომ თქვენ დააკავეთ კადრებში ჩანს რომ გია ბესელიამ დააკავა და სასამართლო არსებობს მაგისტრის ჩვენი არ არის ამ ქვეყნის თქვენი თანამშრომლები კადრში ჩანს რომ თქვენ ხართ გარეთ როდესაც გია ბესელი აკავებს მზია ამაღლობელს. დავასწრო ეს საკითხები მრავალჯერ გვაქვს გავლილი და სასამართლოს. და ეხა დღეს უყურებთ ბოლო პროცესზე თქვენ კბებით იმ ყველაფრით რაც ხდება? მე ვემსახურები სამართალს და კანონს და არ ვტკბები არა. სრულჩვენების მიცემა კანონის და სამართლის მსახურება? დავასრულეთ. სრულჩვენების არავის არ მიუცია. თქვენ ხარ და გიკავებიათ მზია კადრშიც ხო ჩანს რომ გია ბესელიამ დააკავა. კი. ყველაფერი არის დოკუმენტალურად შეტანილი სასამართლოში. რატო ხარ ბატონო ირაკლი სამოქალაქო ფორმით აქ რასაკეთებ? ყავს. ყავასვა? შეიძლება? ხო, მაგრამ სასამართლოსთან გახართ? სასამართლოსთან ყავს. მთელი პოლიცია აქ არის მობილიზებული. რატომ არის ეს აუცილებლობა? რატომ? რას ხედავთ? რატომ არიან თქო გეკითხები? ვინმეს უნდა შევთანხმოთ რომ იყოს? რატომ ხართ ეს სამოქალაქო ფორმები თუ საზოგადოებრივი წესის გწოთ შესაბამისად? ევალება ფორმისაცმა აცვია ფორმა. რატო იმალებით ფორმები არ გაცვიათ? აბა რა არის აქ რასაკეთებ? ზოგი მანქანაში იმალება, ზოგი ხეებს უკან. არსად არ ვიმალებ. წყალსვამ და ყავასვამ. და ასე თათან უთვალთვალებთ აქციის მონაწილეებს, ხო? არავის არ უთვალთვალებ. დატოვებული. ხეების უკან. დატოვებული მაქვს და ველოდები. სად ელოდებთ ხეების უკან? კანცელარიაში, კანცელარიაში. კან სასამართლო ეგ წინ არის. გასაგებია ხალხი ბევრია და დრო უნდა. წეგან ფოტოებს იღებდით და გინახეთ. არ ვიღებ. არა, შეგიძლიათ მანახოთ? რატო უნდა განახოთ ჩემი? წეგან იღებდით ფოტოებს, აი რა დავალება გაქვთ აქედან რა უნდა გააკეთოთ. ასევე საგანგაშო აი ამ ამაღლობელთან დაკავშირებული ამბებიც ეს ქალი ესე იგი ამის პროცესი მიდის ახლა გამოიტანენ გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით მე ასე მგონია რომ მას გადაუკვალიფიცირებენ მუხს 126 მუხზე გადავა და აქ უკვე ითვალისწინებს ეს მუხლი ჯარიმას და ალბათ 126 მუხზე გადასვლით ეს დაიძრეს ეს ქალბატონი ციხეს მე ასე მგონია რატომღაც მაგრამ ერთი ფაქტია მე მაგალითად არა ვარ ამის მომხრე მაგრამ მე რატომაც ასე ვფიქრობ იმიტომ რომ როდესაც ეს ქალბატონი ლაპარაკობს იმის შესახებ რომ რა გმირობა ჩაედინა არც ერთი ქვეყანა არ აპატიებდა არ ჟურნალისტს არც როიმელიმე სხვა პროფესიის ადამიანს პოლიციელისთვის სილის გაწვდას. მან დგებუაძეს კი არ გააწვნა სილა. მან რეალურად გააწვნა მთელ სახელმწიფო ინსტიტუციას. პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს, საქართველოს გააწვნა სილა და დღეს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც რო დადიან ამ პროცესზე, ესეც დამატებით სილის გაწვნა ასევე ჩვენი ქვეყნისათვის. თავისუფლება მზიას, ცეცხლი ოლიგარქიას. მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეძახილები დღეს ბათუმის ქუჩებში ისმოდა. მას შემდეგ რაც მოსამართლე სახელაშვილმა განაჩენის გამოცხადება კიდევ 2 დღით გადადო, სასამართლოსთან შეკრებილებმა საპროტესტო მარში მოაწყვეს. მზია საქმე, თავარი რასაც აჩვენებს, არის ის რომ ხელისუფლება მოქმედებს არა სამართლის კანონებით, არამედ შურისძიების კანონით. ასეთ საქმებზე ხალხი სასამართლოზე ნორმალურ ქვეყანაში დადის სახლიდან. სახლიდან უნდა დადიოდეს მზია სასამართლოზე და ის ელოდებოდეს განაჩენს. ამათ ყოველ კვირაში დაყავთ რუსთავი, ბათუმი და ხაც მიყავთ და 2 დღეში უნდა ჩამოიყვანოთ. ეს 7 თვე სულ არ მიუსაჯონ, ეს 7 თვე არის უკვე არადამიანი მოპყრობა და უსამართლო სამართალი და შურისძიება მზიას წინააღმდეგ. არ გვეთამაშებიან რომ ასე ყველა გადადებაზე გაგვიჩნდეს იმედი რომ იქნებ, იმიტომ გადადეს რომ იქნებ რაღაც იცვლება. რაც უნდა გამოაცხადოს ნინო სახელაშვილმა X აგვისტოს მზიამ დღეს გითხრა ძალიან დიდი რა, რომ ის თავს გრძნობს გამარჯვებულად და ამიტომ ჩვენც უნდა გვჯეროდეს და ჩვენც უნდა ვიცოდეთ რომ მზია ამ ბრძოლაში არის გამარჯვებული. კი, ამაღლობელი არ არის მარტო მზია ამაღლობელი. და ის დღეს წარმოადგენს ყველა ქართველ თავისუფალ ქალბატონს და საქართველოსთვის მებრძოლს, ამიტომ ჩემი თანადგომა
ნერვების ომის სისტემასა და მზია ამაღლობელს შორის სინდისის პატიმრის სასარგებლოდ მიმდინარეობს. დღეს მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა თქვა. ივანიშვილის ტყვე ჟურნალისტმა ის საზარელი მომენტი გაიხსენა, როგორ შეაფურთხა სახეში ირაკლი დგებუაძემ, პოლიციელმა, რომელიც თავს მსხვერპლად ასაღებს. ამაღლობელი პატიმრობას ცოცხლად დამარხვის ტოლფას უწოდებს, თუმცა ამის მიუხედავად საპროცესო გარიგებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთისწყალობა შეიძლება იყოს. ვერასოდეს დავივიწყებ პატარა გოგოს ხმას, პატიმრის, რომელიც ამბობდა: დედა მენატრება, დედასთან წამიყვანეთო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. არადა ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას, რადგან რაც მოხდა ის არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. ახლა ყველაფერი მოსამართლეს სეხნიაშვილზეა. მას შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს, მაგალითად 353 მუხლის პირველ ნაწილზე, რაც სასჯელის ზომად ჯარიმას ითვალისწინებს. ჩიხიდან გამოსავალი მოსამართლეს აქვს, ახლა მთავარი ნება. არა მაქვს მე არაფერი სასიკეთოს იმედი. ეს ხელისუფლება თავის თავს გამოუტას განაჩენს მზიას განაჩენით და სინდისის პატიმრების თვის განაჩენის გამოტანით. მადლობა. მკვეთრად ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებენ უკვე და რაც პროგნად შედიან რომ საშინელებებს და სიმახინჯეს აკეთებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ რიგებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ეს სიმახინჯე როგორმე დაასრულოს. დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელმა იმ პოლიტიკური ბრალდებების კორიანტელზე ილაპარაკა, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაატრიალა. ჟურნალისტს, რომელმაც ქვეყანაში ერთ-ერთი სანდო მედია შექმნა, ბრალსდებენ, რომ გამოგონილი გლობალური ომის პარტიის დაკვეთით გააწნა სილა სახეში პოლიციის შეფს. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. თქვენი სასჯელი იქნება, პროკურორებო. ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი იქნება, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული. სამწუხაროდ სასამართლომ შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემ დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს. თურმე ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს. პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი. 1000 სიგიჟე და ბოდვა. არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან. მივმართავ კობახიძეს. პოლიციელის ღირსების შელახვას deep state-ი არ სჭირდება. თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსება მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავპირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ. და მზიას სიტყვის მერე ძალიან ემოციურად ძიმე განცდა მაქვს და დარბაზი გრძნობდა ამას. თავად მზიას განცდასაც პირველ რიგში და მე წინა პროცესზე ვთქვი, მისი სიჩუმე ყველაზე ძლიერად ისმისწყო და მისი სიჩუმე რომ ყველაზე ძლიერად ისმოდა 7 თვის განმავლობაში ეს ქართული მედიის დამსახურება იყო. რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა რა ხდება ამ სასამართლო დარბაზში. რომ არა ქართული მედია ვერავინ ვერ გაიგებდა მზიას საქმე როგორი სარკია იმ სიმახინჯეების. რა მიზანი ჰქონდა მზიას დაკავებას? ეს კითხვა იმ პოლიტიკური ლიდერებისთვისაც პასუხგაუცემელია, ვინც დღეს მის საგულშემატკივროდ სასამართლოს შენობასთან მივიდა. მზია დააკავეს მედიის დასაშინებლად და ჟურნალისტების სამაგალითო დასჯის პრეცედენტის შესაქმნელად. ძალიან მძიმე დღე არის, კიდევ ამ საზოგადოებას რაღაცნაირად დაცინიან ამ გაგრძელებით. მზიას ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ ეს წასვლა-წამოსვლა, რაც ძალიან რთული არის და რთული არის ცხადია ფსიქოლოგიურად, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. 6 აგვისტოსაც გაბრაზებული პატრიოტი მოქალაქეები უნდა შევიკრიბოთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და ის ტანჯვა, რასაც ახორციელებენ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 40 გრადუს სიცხეში რუსთავიდან ყოველდღე ჩამოყვანა და ეტაპირება ბათუმში, შემდეგ უკან დაბრუნება, ეს არის სისტემის სახე, რომელიც ჩაგრავს ქალს. და მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ ზლუქუნა, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ლოყა აუწითდა და ეტკინა. ეს არ იქნება მზიას განაჩენი, ეს იქნება ქართული ოცნების რეჟიმის უმძიმესი განაჩენი. მზია უკვე არის გაუტეხელობის, უშიშრობის და ყველაზე დიდი სიმტკიცის სიმბოლო და მზია არის ქალი, რომელმაც დააპატიმრა სისტემა.
თუ განაჩენის გამოცხადება ისევ არ გადაიდება, 6 აგვისტოს გავიგებთ რა ფასის გადახდა მოუწევს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ჟურნალისტ პატიმარქალს ირაკლი დგებუაძის ლოყის შეწითლების გამო. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მზია ამაღლობელის პოზიცია ასეთია. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. ეროვნება არ აქვს ცხოველს. ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. გამოქვეყნებულია 1992 წელს და დაბეჭდილია გაზეთ აღდგომაში. იმის გასარკვევად, თურით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი. მიუმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. მთავრობები, რომელსაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცაც არიელ სიტყვათ, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არ აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს სტაცებლური მიდგომა ქვეყნების ბისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღმონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად წრგუნავენ სხვა ხალხთან ებას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში. ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს ძალები? ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში. კაცობრიობის მტრებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს, პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიელტვის მსოფლიო ბატონობისკენ. ზოგადად მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს უწოდებდი. მთავარ დამკვირველ ძალას მასში წარმოადგენს შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა კურთხევით. ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთ გზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში. ბატონო პრეზიდენტო, რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა? ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს. არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მისნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სრულ აგენტებისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების მოსვლისა. მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას, ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს. ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგუროს ერისნება საერთოდ და შექმნას ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ძალები, რომელთაც ეკისრებათ მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებით აქციონ უბრალო ტერიტორიად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით. ამასთან სრულიად დემორალიზებულს, მზადყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი. ამ ზრახვათა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხი. დღესაც დასავლეთის იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში. ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ. აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემს საბაბს პირდაპირ სამხედრო ჩარევისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახანს გაკეთდა განცხადება
ემთხვევა, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს 100,000 კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერთვება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენიებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია. ბატონო პრეზიდენტო, მაინც და მაინც რატომ ქმნით ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ რაში გვჭირდება ადამიანებს ეროვნება? თქვენი თვალსაზრისით. სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არ აქვს ცხოველს, სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე. დასაწყისში მისი როგორც პიროვნების დეგრადაციისა, დენაციონალიზაცია, წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთა ეროვნული ფესვებისგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს. ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან. იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე. ბატონო პრეზიდენტო, რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ? ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს სხვათა შორის მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისთვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა, მათსა და რუსეთს შორის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისთვის. რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისრაფის ხელიდან გამოსტაცოს მას ინიციატივა თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული ბალკანიზაციის გარეშე. საკმარისია, რომ რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისივე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობარს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისგან. ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს? ძალიან კარგად. ვიმედოვნებ არც თქვენ აიგივებთ ელცინსა და რუსეთს. მმართველები მიდიან და მოდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გადაღმიდან აქვს თავს მოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფოდი მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და ოცნებობდი საქართველოს ყოლო და ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩართული ხალხების, პირველ რიგში რუსი ხალხის საღიაზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკვლისაკენ. ამ ომში ვერცერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული, მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნისა და ეს უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდვები დაუხერხე სრულიად საქართველოს პატრიარქი თვალს შენდობას
ყოველი ჩემი შეცვლებისა მე შევწმობს რომ უპოვმა გადმოხედავს საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ ალბათ მინოსამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ ზაუფლისა შემიგეთ მოპატიეთ ერთმან შეგიგდოთ ასევე საგანგაშოა ის, რომ მამუკა ხაზარაძის თემა, რომელიც მამუკა ხაზარაძის, ესე იგი, კუთვნილ სახში, რომ ბინა აქვს დადებული გერმანიის ელჩს, აი ეს არის ყველაზე სასასწაული. კაცმა თბილისში ვერ მონახა ბინა და ესე იგი, მამუკა ხაზარაძესთან აქვს, ესე იგი, დადებული გარკვეული ურთიერთშეთანხმება, არ ვიცი, ფულს იხდის თუ არა, მაგრამ ეხლა მამუკა ის კაცი არ არის, რომ ადამიანს ვინც მას ლობირებს, ფული გადაახტევინოს და ალბათ უფულოდ ყავს, ესე იგი, შეშვებული ეს გერმანიის ელჩი, თავის მხრივ არც ხელშეკრულება არ არსებობს ამის თაობაზე და გერმანიის ელჩი და ხაზარაძის ოჯახი მესამე დღეა საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს არ პასუხობენ. გასაიდუმლოებული აქვთ ქირავნობის ხელშეკრულებაც. შესაბამისად უცნობია, იხდის თუ არა მამუკა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადებს, ან რა თანხად ქირაობს ელჩი ფართს. განცხადებაში, რომელიც ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების სახელით გავრცელდა, მხოლოდ ის წერია, რომ პეტერ ფიშერი ხაზარაძის მეუღლისგან საცხოვრებელ ფართს მართლაც ქირაობს. თუმცა აღმოჩნდა, რომ გავრცელებული განცხადების მიუხედავად ადვოკატების საქმის დეტალებს არ იცნობენ. არსებობს თუ არა ქირავნობის დოკუმენტი? ნათქვამი არსებობს, მაგრამ მე ახლა ვერ გვევი ამბავში და რატომ არ იხდის საშემოსავლოს? არ ვიცი თემას საერთოდ, ვერაფერს კი პასუხებ და ხვალ მეწოდინება. პირველი კანონმდებლის განცხადებით წარსული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ მამუკა ხაზარაძე და მისი ადვოკატები მუდმივად სრულობენ. შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩსა და ხაზარაძის ოჯახს გარიგების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ხაზარაძე ჯაბარიძის ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, რომ ალნაკლისთვის ყველაფერი გააკეთეს და თურმე ქართულ ხალხს მათი ვალი ქონდა, მაგრამ მოიარეს მთელი სამყაროს სასამართლოები და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მაგათო სიტყვაზე არ ენდობა ადამიანი, ეს უკვე ფაქტია. მით უმეტეს თუ ერთი ადვოკატი უარყოფს, მე არ ვიყავიო, მეორე ადვოკატი არ იძებნება, ანუ ზოგადად გაურკვეველია საერთოდ ვინ არიან ეს ოჯახის ადვოკატები. ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. ხა როდესაც აცეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩიან გამჭვირვალობა. და გვაჩვენონ რასთან აქვს საქმე, ხომ არ იყო აქ რაღაც უპირატესი მდგომარეობის შექმნა. პეტერ ფიშერმა დიპლომატიური ეთიკა არაერთხელ დაარღვია. სახელისუფლებო გუნდისთვის თვალსაჩინოა, რა იდგა ელჩის პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული განცხადებების უკან. მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს. ვნახოთ, დავულოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით, გერმანულ სტრუქტურებს ახასიათებთ მოწესრიგებულად სამართლებრივი საკითხების გავლა, ხელშეკრულებების გაფორმება, როდესაც ასეთ პირობებში იმალება ხელშეკრულება, იმალება ინფორმაცია თანხმებთან დაკავშირებით და ამას ემატება პლუს კონკრეტული ელჩის პოლიტიკური სიმპათიები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამძაფრებს კითხვებს. მმართველი გუნდისთვის ლელოს ლიდერისა და გერმანიის ელჩის გარიგება იმის დასტურია, რატომ იბრძოდნენ რადიკალები და მათი პატრონები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ეს პრიორიტეტი, რომელიცაც ამჟღავნებს გერმანიის ელჩი, არ არის მთლად უანგარო, როგორც ჩანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს. თუმცა სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა. ალბათ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და გერმანიის საელჩო არანაირ თანხას არ იხდის, ხოლო თავად ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნევის საფუძველზე ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში.
გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებამდე მამუკა ხაზარაძემ ქონებად ცოლს გადაუფორმა. ამ მონაწილით ირკვევა, რომ ეს 2022 წელს მოხდა. ამ დროს ლელოს ლიდერი თაღლითობისთვის უკვე გასამართლებული იყო. პეტერ ფიშერს კი უნდა სცოდნოდა, რომ გარიგებას მსჯავრდებულთან დებდა. ჩვენ გერმანიის ელჩს ერთს ვეტყოდით რა, თუ ასე გიჭირთ, ბატონო, შეგიგროვებთ ფულს და სადღაც შეგიშვებთ მუხიანის ან გლდანულა სადმე ოროთახიან ბინაში შეგიშვებთ რაღაცა სამადლოდ. სირცხვილია რა ქვეყანა რაც დაამსგავსეთ, ანი ქვეყანა საგარეო უწყება არ გააჩნია, რომ აი ესე დაეცა გერმანია და აი ესე დღეში არის ამხელა ქვეყანა. არ ვიცი, კატასტროფულათა გვაქვს საქმე და ამდენ გიჟებში, ამდენ საშინელებებში მართლაც კარგად დგას საქართველოს მეგობრებო. მე ამით დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით ხვალ 23 საათზე კარგად ვწანდებოდეთ.